აჭარა ჯგუფმა დასვა საქართველოს World Hospitality Map-ზე. სასტუმროები ხო იცი ყოველთვის ერთმანეთს გავს. ჩვენი იდეა წარმოვიდა აქედან, რომ მოდი გავაკეთოთ რაღაც განსხვავებული. როგორ შეიქმნა ეს კონცეფცია? შევქმენით საქართველოს თანამედროვე მომსახურების სფერო, აი კულტურა შევრწყით ქართულ სტუმართმასპინძლობასთან და ჩამოყალიბდა ის, რაც ჩამოყალიბდა. ლევან ბერულავა და ვალერი ჩეხერია, რუმსის, სტამბას, ლოლიტას, ფაბრიკას და სხვა გამორჩეული ქართული ბრენდების კონცეფციების თანაშემქმნელები. ორი ჰოტელიერი, საქართველოსდან საერთაშორისო ასპარეზზე, სასტუმროების შექმნისა და განვითარების უნიკალური ხედვით. დააფუძნეს საკონსულტაციო კომპანია Salt Projects-ი, რომელიც შეერთებულ შტატებსა და ევროპის დიდ ქალაქებში წარმატებულ პროექტებს ქმნის. რაღაცა გარდამტეხი რევოლუცია თავის თავში ყველას გაგვეკეთებინა. თქვენ როგორ გამოგივიდათ? ცნობის მოყოლება, რომელიც გაძლევდა იმის შესაძლებლობას, თუნდაც დოლარი კიდევ ჭიბეში, მაგრამ მოდი რა იქ შევიხედო რა ხდება. ჩვენი ქვეყანა არის ძვირი ქვეყანა, მაგრამ არ არის ლაგჟერი. იაფი ქვეყანა ვარ. არა ვართ ნამდვილად. შეიძლება ბერლინში უფრო იაფი იყოს ყოველდღიური ცხოვრება, ვიდრე საქართველოში. რუმს რატო დაერქვა რუმს?